კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ გვისმენთ მთელ საქართველოში და გვიყურებთ პლატფორმებზე იმედი.jim, iVideo.jim, ასევე მაგთის IP ტელევიზიით 53 არხზე, რადიო იმედის Facebook გვერდზე, YouTube არხზე და ტელეკომპანია იმედის YouTube არხზე, რომელსაც მილიონზე მეტი გამომწერი ყავს. შემოგვიერთდა ხათუნა ქოქოსაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის კლიმატური პროგნოზების განყოფილების უფროსი და უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს გავეცნობით ერთად და ვნახავთ რა ტენდენციები იკვეთება ამ კუთხით. მოგესალმებით ხათუნა, მადლობა გიხდით გადაცემაში სტუმრობისთვის. სააღდგომო დღესასწაულები ახლოვდება და ყველას ალბათ გვაინტერესებს რა ამინდი იქნება, თუმცა გარკვეული ტენდენციაც არსებობს ხოლმე ამ დროს თითქოს ჩვენი დაკვირვებით ამინდი არის ცვალებადი. ალბათ იმიტომაც რომ იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც ასე ვთქვათ, გადავდივართ ერთი სეზონიდან მეორე სეზონზე. როგორი ამინდი გველოდება უახლოეს მომავალში, რა ტენდენციები იქნება, სიამოვნებით გისმენთ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. დიახ, დღეს უკვე საღამოს დასავლეთ საქართველოში უმეტეს რაიონში იწვიმებს და შემდეგ უკვე ეს ნოტიო გრილი ჰაერის მასები გადმოვა აქეთ აღმოსავლეთ საქართველოშიც და ამაღამ და ხვალ უკვე მთლიანად დასავლეთ საქართველოშიც და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იქნება წვიმა. დღეს წვიმა იქნება დასავლეთ საქართველოში და ელჭექით. ხვალ უკვე ელჭექი აღარ იქნება, თუმცა უმეტეს რაიონში წვიმა იქნება, ზოგან შესაძლებელია ძლიერიც იყოს, უფრო მეტად დასავლეთ საქართველოში. მე ხუთში აქეთ უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს, თუმცა დასავლეთ საქართველოში ისევ შენარჩუნდება წვიმა, ინტენსივობა დაიკლებს, ისეთი ძლიერი წვიმა აღარ იქნება, მაგრამ მთელი დღის განმავლობაში ხუთში წვიმა იქნება დასავლეთ საქართველოში. 6-ში ისევ დღის პირველ ნახევარში გამოიდარებს და მეორე ნახევარში ისევ გაწვიმდება. 7-ში დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, თუმცა აქეთ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის თბილისშიც მცირე წვიმა იქნება. 8-ში, 9-ში და 10-ში დასავლეთშიც, აღმოსავლეთშიც წვიმები გვექნება და 11-ში, 12-ში ღრუბლიანი ამინდი იქნება, თუმცა უმეტესად უნალექო ამინდი აღდგომას, ასე ვთქვათ, უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ამ პერიოდებში ქარს რაც შეეხება ახლა ქარი მინდა ერთ-ერთი აქტუალური თემა ვფიქრობ ჩვენი მაყურებლისთვისაც და მსმენელისთვისაც მისი გამომწვევი ფაქტორები და განსაკუთრებული ვთქვათ მდებარეობები, სადაც ეს ქარი მძაფრად იგრძნობა. ქარს ველოდებით უკვე ამაღამ დაიწყება, ხვალ გაძლიერდება, საკმაოდ ძლიერი ქარი იქნება 20-25 მეტრ/წამამდე, შესაძლებელია უფრო მეტიც, 28-მდეც გაძლიერდეს, ეს საკმაოდ ძლიერი ქარი არის. ეს ქარიანი ამინდები გაგრძელდება 7-მდე, მე 7-ში ცოტა ჩადგება, აღარ იქნება ქარი, თუმცა 8-ში, 9-ში, 10-ში ისევ ქარი გვექნება დაახლოებით 20-23 მეტრ/წამამდე. რაც შეეხება რა იწვევს ამ ქარს, აი როდესაც ჰაერის მასები ჩქარა სწრაფად გადაადგილდება, ანუ აი ეს ატმოსფეროს წნევაზე არის ეს კიდევ დამოკიდებული, როდესაც ვთქვათ ერთ პუნქტზე, აი ამ შემთხვევაში დასავლეთ საქართველოში შედარებით მაღალი წნევა არის, აქეთ აღმოსავლეთში დაბალი წნევაა და სწრაფად ხდება წნევის დაცემა აქეთ აღმოსავლეთ საქართველოში და ამ წნევებს შორის სხვაობა დიდი არის, ამას გრადიენტი ეწოდება და ეს გრადიენტი როდესაც დიდია, რაც უფრო დიდია, მით უფრო ძლიერი არის ქარი. ასეთი ქარიანი ადგილები არის ძირითადად სანაპიროზე არის, როდესაც იწყება ეს ასე ვთქვათ შემოჭრას ვეძახით, როდესაც ეს ცივი და ნოტიო ჰაერის მასები შემოდის, ვთქვათ, დასავლეთიდან, იქნება თუ აღმოსავლეთიდან, ამ შემთხვევაში დასავლეთიდან.
ჯერ იწყება სანაპიროზე, აი ღელვა არის ხოლმე ზღვაზე და იქ არის ძლიერი ქარი და შემდეგ უკვე ვრცელდება მთლიანად საქართველოში და ყველაზე ძლიერი ქარი არის გორის ურამის მონაკვეთზე. მთიან რეგიონებშიც, მათ შორის თბილისშიც საკმაოდ ძლიერი ქარი არის დასავლეთის დროს, მაგრამ როდესაც აღმოსავლეთიდან არის ჰაერის მასების გავრცელება, მაშინ პირიქით გორის ურამის მონაკვეთზე მაშინაც ძალიან ძლიერი ქარი არის. მაგრამ აქეთ აღმოსავლეთ საქართველოში, ანუ ლიხის ქედის აქეთ აღმოსავლეთით შედარებით ნაკლები ქარი იცის, თუმცა სამაგეროდ დასავლეთში აი ქუთაისში ძალიან ძლიერი ქარი, როდესაც არის ძირითადად უფრო აღმოსავლეთის ქარი, თუმცა დასავლეთის ქარიც შეიძლება ძლიერი იყოს, აი 20-22 მეტრი, მაგრამ აი როდესაც თქვათ 25-ს გადააჭარბებს ხოლმე ძირითადად უფრო აღმოსავლეთის ქარი არის. რომ შევადარო თქვათ იგივე ქუთაისი და თბილისი. თუ ხა მე დღეს პირველად გავიგე რომ აღმოსავლეთის ქარი მძინვარებს ძირითადად ქუთაისში, თბილისში პირიქით ხო დასავლეთის ჩრდილო-დასავლეთის ქარი არის ისეთი მეფებული, გაბატონებული. რა სპეციფიური მახასიათებლები აქვს თქვათ იმ კონკრეტული მიმართულების ქარს? თუ თქვათ ჩრდილოეთიდან მოდის ეს ქარი, თქვათ რა მახასიათებლებით გამოირჩევა და აღმოსავლეთიდან, როცა სამხრეთიდან მოდის, თქვათ მას რა. დიახ. როდესაც ჩრდილოეთიდან მოდის, ეს ძირითადად დამოკიდებული არის აი ატლანტის ოკეანეს ჩამოყალიბებული ციკლონები, როდესაც იწყებენ აღმოსავლეთისკენ გადმონაცვლებას, იქ უფრო მეტად ტენიანი ჰაერი არის, თუ მით უმეტეს ამ ციკლონმა უფრო სამხრეთიდან დაიწყო ამ ციკლონთან დაკავშირებულმა ჰაერმა სამხრეთიდან დაიწყო გადმონაცვლება, გადმოიარა ხმელთაშუა ზღვა და შავი ზღვა, ეს ძალიან ტენიანი არის და უხვი ნალექი მოყვება ამ ჰაერის მასას. და როდესაც თქვათ აღმოსავლეთიდან არის ხშირ შემთხვევაში ეს უფრო კონტინენტური ჰაერი არის და ამიტომ აქეთ აღმოსავლეთ საქართველოში შეიძლება იწვიმოს აი ეს თქორი ნალექი ძალიან ისე ცრისო რომ ამბობენ ხოლმე. აი ასეთი ტიპის ამინდები არის აქეთ აღმოსავლეთ საქართველოში და დასავლეთ საქართველოში ქარი არის და აი ეს ბასრი და ძლიერია. თუ სად ვართ მაგის მნიშვნელობა? ქარის სიძლიერით ორივე გააჩნია, როგორი თქვათ რა სიჩქარით შემოდის ეს ქარი, მაგრამ თუ განვიხილავთ ნალექის თვალსაზრისით, მაშინ რა თქმა უნდა დასავლეთის აი ეს ძლიერი ნალექები რომ არის, ეს დასავლეთიდან შემოსულ ჰაერის მასას უფრო ახლავს. ხათუნა საინტერესოა თქვენი სამსახური და თანამედროვე ტექნოლოგიები რა ვთქვათ პერიოდით განსაზღვრავენ ამ მოსალოდნელ ვთქვათ პროგნოზს. თუ გვაქვს აქ წინსვლა იმ კუთხით რომ გარკვეული ვთქვათ შესაძლებლობა არსებობს რომ მოემზადო ასე ვთქვათ სათანადოდ დახვდე ამინდის ცვლილებას და ეს რა პერიოდს მოიცავს. მობილურ აპლიკაციებში, სადაც ამინდის პროგნოზი შეგვიძლია შევხედოთ, დაახლოებით 15 დღიან პროგნოზს გაძლევს და მეტნაკლებად ეს პროგნოზი მართლდება ხოლმე. კი ბატონო. დიახ, აი რა ის მოდელები რაზე დაყრდნობითაც ვადგენთ ამ პროგნოზებს საკმაოდ დაიხვეწა ეს ევროპული ისინი არის მოდელები არის ძირითადად და აი ამ დეტალურ ამინდს ანუ დღეების მიხედვით 10 დღის ამინდის საკმაოდ ესეთი მაღალი გამართლება არის ადრე ძალიან ჭირდა ხოლმე აი ძალიან რთული იყო ნალექის პროგნოზირება და აი ჩვენ ვისაუბრეთ აი ამ ძლიერ შემოჭრებზე და ეს საკმაოდ ესეთი მარტივი საპროგნოზო არის როდესაც ნუ აი ესეთი კლასიკური ეს არის შემოჭრა არის მაგრამ აი როდესაც უკვე გარდამავალ
პერიოდებში განსაკუთრებით გაზაფხულზე ეს შიდა მასიური ქვია პროცესს, როდესაც ადგილობრივ ლოკალურად წარმოიქმნება ვერტიკალური განვითარების ძლიერი ღრუბელი და რაღაც ის პატარა მონაკვეთზე თბილისში ხშირად არის ხოლმე ისეთი უცებ წამოვა ძლიერი წვიმა და გადაიღებს. ეს საკმაოდ რთული საპროგნოზო იყო ხოლმე და ბოლო პერიოდებში ესეც უკვე საკმაოდ ისეთია მაღალი აქვს გამართლება ამასაც დღეების და საათების მიხედვითაც კი შეგვიძლია ხო ამ აპლიკაციებში ამინდის პროგნოზი ვნახოთ. უბრალოდ ჩემი დაკვირვებით ერთი თავისებურება შეიძლება შეიმჩნეოდეს, რომ ყველაზე რთულად პროგნოზირებადი მაინც ქარია. თქვათ ის არ ჩანს გარკვეული პერიოდულობით, თქვათ ეხა დაახლოებით 10 დღის შემდეგ რა ამინდიც იქნება თუ შესაძლებელია ამის ნახვა. ქარი იქ არ არის ხოლმე, თქვათ თვალსაჩინო. ეხა მე რაც მითხარით მაგალითად ის რომ 8-9-ში კიდევ ქარი იქნება, ამას დღეს ჩემი მობილურის აპლიკაცია არ აჩვენებს. მე მეუბნება რომ დღეს საღამოდან ქარიშხალი სავარაუდოდ იქნება, მთელი შაბათი კვირა 2 შაბათამდე გაგრძელდება და მე უკვე აღარ აჩვენებს ამ თქვათ ქარს. რატომ არის ასე რომ ქარის პროგნოზი არ არის მარტივი საქმე, ასე ვთქვათ? იცით როგორ არის ეს აპლიკაციებიც რომ გითხარით ეს ევროპის ცენტრი არსებობს ასეთი და პირდაპირ იქიდან იღებს ასე ვთქვათ ხსნის ამ პროგნოზს და თქვენთვის უფრო მეტად გასაგები ფორმატით გაწვდით. მაგრამ ჩვენც ამ იმას ვიყენებთ ამ მოდელს, მაგრამ აქ უკვე შემდეგ ანალიზის შედეგად უკვე უფრო დეტალურად და უფრო ზუსტად განსაზღვრავთ თქვათ ის ამა თუ იმ ამინც და ქართან მიმართებაში როგორც ვთქვით ეს გრადიენტი როდესაც დიდი არის სხვაობა ასე ვთქვათ დიახ როდესაც მაღალწნევასა და დაბალწნევას შორის ამ უახლოეს დღეებში ჩანს რომ ეს სხვაობა ძალიან დიდი არის და ამიტომ 20-25 მეტრიწამი სიჩქარის ქარი იქნება და იქით მომდევნო კვირის ბოლოსკენ მეორე ნახევარში იქ ამხელა გრადიენტი არ არის და ამიტომ ვფიქრობთ რომ ისეთი ძლიერი ქარი არ იქნება, მაგრამ მაინც საკმაოდ საგრძნობი ქარი იქნება და ეს აპლიკაცია სავარაუდოდ ესე პირდაპირ კი ბატონო, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთვის ანალიზისთვის და ანალიტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოიყენოთ ეგრეთ წოდებული შედარების, ასე ვთქვათ, საშუალება და თქვენ და თქვენს კოლეგებს მუდმივად გიწევთ შეადაროთ კონკრეტული, ვთქვათ, პერიოდის ამინდი გასულთან. თუ შარშანდელ პერიოდს შევადარებთ, ვთქვათ, არის რაიმე სხვაობა? რა ტენდენცია იკვეთება ამ კუთხით? ეხა ასეთ პატარა მონაკვეთში ვთქვათ შარშანდელი ეს მონაკვეთი 5 წელზე გადავიდეთ. კი ბატონო, თუ ვთქვათ კლიმატურ ნორმებს შევადარებთ, ვთქვათ წინა 30 წლიანი და ეხლანდელი 30 წლიანი, რა თქმა უნდა, სხვაობა ძალიან დიდი არის ტემპერატურაში მაგალითად დაახლოებით საინტერესო ტენდენციაზე მეუბნებოდით დღეს. საშუალო ტემპერატურა 1 გრადუსამდე არის მომატებული, მაგრამ ეს ახალი მაქსიმუმები, აბსოლუტური მაქსიმუმები ძალიან ის არის მომატებული არის წინა წლებთან შედარებით 2-3 გრადუსით მაღალი მაქსიმუმები არის დაფიქსირებული. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ 10 წლის მომდევნო 10 წლის განმავლობაში ახალი რეკორდები არის მოხსნილი, რომ წინა პერიოდებში რო არასოდეს არ ყოფილა ისეთი მაქსიმუმები დაფიქსირებული. და უფრო ცხელი მაისი გველის მე მგონი ვიდრე ივნისი, აქ არის რამე სხვაობა? არა, იცით როგორ არის, ეხლა ეს მაქსიმალური ტემპერატურები რო შევადაროთ კლიმატური, ეს კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე, მაის
მაისში უფრო მაღალი ტემპერატურები დაფიქსირებულა ვიდრე ივნისში ეს კლიმატთან მიმართებაში. მაგრამ ეხლა ივნისზე ცოტა ადრე არის საუბარი პროგნოზით. და მაისი და აპრილშიც ვფიქრობთ, რომ ნორმის ფარგლებში და 1 გრადუსით მაღალი იქნება, ანუ არ იქნება ძალიან ცხელი მაისი, ივნისი, რადგან უფრო წვიმიანი არის, აი დასავლეთ საქართველოში ნორმასთან შედარებით უფრო მეტი ნალექი იქნება, ანუ ხნალექიანი. აქეთ აღმოსავლეთში ნორმის ფარგლებში იქნება, ანუ საკმაოდ წვიმიანი აპრილი იქნება და შესაბამისად ტემპერატურაც არ იქნება ისეთი მაღალი, როგორც ვთქვათ, აი წინა წლებს თუ გადავხედავთ, გაზაფხულის პერიოდი უფრო მაღალი ტემპერატურები ფიქსირდებოდა და მერე ზაფხულის დასაწყისი საკმაოდ გრილი იყო ხოლმე. ეს რა გამოთვლის შესაძლებლობას გვაძლევს? თქვათ, განსაზღვრავს თუ არა და საერთო სურათში შეგვიძლია თუ არა ანალიზი გავაკეთოთ, როგორი ამინდიც არის, თქვათ, მარტში, აპრილში, ამან გარკვეული, თქვათ, გავლენა მოახდინოს, თუნდაც პროგნოზის თვალსაზრისით რა შეიძლება გველოდეს ივლისში, აგვისტოში? ეხა ასე ზუსტად რომ ვთქვათ, აი თუნდაც თებერვალი საკმაოდ თბილი იყო, ეხა მარტი ცივი არის, დაბალი ტემპერატურებია. ეხა ზუსტად ასე რომ წავიდეს ამინდები, რომ ერთი თვე ცივი იქნება, მეორე თვე აუცილებლად თბილი იქნება, ასე არ ხდება, თუმცა კანონზომიერება მაინც დაცული არის. თუ რაღაცა პერიოდი, ვთქვათ, ნაკლები ნალექები იყო, ის რომელიღაც თვეში აანაზღაურებს აუცილებლად. ზუსტად ამიტომ არის სამყარო ბალანსი ნაკლებად ირღვევა, თუმცა გარკვეულწილად აი ამ გლობალურ დათბობასთან, რა თქმა უნდა, კავშირში არის და შეცვლილი არის კლიმატი, მაგრამ აი ეს ბალანსი მაინც დაცულია. თუ შეიძლება მოხდეს იმგვარად, რომ თქვათ ამინდის პროგნოზი ერთს აჩვენებს და მეორეა რეალობა. მაგალითად, მე მქონდა ესეთი შემთხვევა, დიღმის ქარებისგან გამომდინარე, მოკლედ მუდმივად ვამოწმებ და მიჩვენებდა და მამზადებდა, ასე ვთქვათ, აპლიკაცია, რომ ახლა ქარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქარი არ იყო. შეიძლება რაღაც მოხდეს იმგვარი, რა პროცესი შეიძლება იყოს ესეც აგვიხსენით, რომ ამ ქარმა ან მიმართულება იცვალოს, ან უკან დაიხიოს, ან სხვაგან წავიდეს. შეიძლება მსგავსი რა მოხდეს. ვაღიარებ პროგნოზები ვარდება. ამიტომაც ქვია პროგნოზი. მაგრამ აი როგორც ვთქვით, ის თუ ძალიან ისეთი კლასიკური შემოჭრა არის, ანუ დასავლეთიდან და შემოდის ვთქვათ ციკლონი, ატლანტის ოკეანეში ჩამოყალიბდა ციკლონი, დაიწყო მან აქეთ აღმოსავლეთისკენ მოძრაობა, რა თქმა უნდა არის დამოკიდებული იმაზე, შეიძლება სამხრეთიდან ამოდიოდეს შედარებით უფრო მაღალი წნევა და მან არ მისცეს აი წინა პერიოდში ძალიან ხშირი იყო ასეთი შემთხვევები, რომ აი ესეთი დაბლოკვა ქვია ამ მდგომარეობას, აი დაიბლოკოს ეს ციკლონი და არ მისცეს საშუალება თქვათ ევროპის ტერიტორიაზეც გავრცელება და უფრო ისე ჩრდილოეთისკენ მისცეს მიმართულება. ესეთი შემთხვევები, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა პროგნოზირებადია მაინც. მაგრამ აი რომ აღნიშნეთ რამდენიმე წუთის წინ, რომ აი არის ლოკალურად განვითარებული სიტუაციები ატმოსფეროში, აი ეს საკმაოდ არის რთული საპროგნოზო არის, რა თქმა უნდა, გაუმჯობესებული არის წინა წლებთან შედარებით, თუმცა მაინც რთული საპროგნოზოა და ასევე ძალიან რთული საპროგნოზო არის, როდესაც შედარებით გრილი ჰაერის მასა, ვთქვათ, კავკასიონის ჩრდილოეთით არის და დასავლეთიდან ან აღმოსავლეთიდან შემოდის მცირე ნაწილი მისი და სამხრეთში შედარებით დაბალი
წნევა არის და შესაბამისად უფრო მაღალი ტემპერატურა. აი ამ ცივი და გრილი და თბილი ჰაერის მასების შერევით წარმოიქმნება ღრუბელი და მოდის ნალექი. ძალიან ძლიერი არა, მაგრამ აი შეიძლება იყოს შემაწუხებლად ის გაზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, როდესაც აი ზღვის სეზონები დაიწყება ხოლმე, აი მაშინ იცის, აი ტალღური აღრევა, ქვია მდგომარეობას, აი როდესაც ასეთი სიტუაცია, აი ეს არის ძალიან რთულად საპროგნოზო კიდევ, აი როდის ამოვა ეს ტალღა პერიოდულად ამოიწევა, მერე ისე უკან დაიხევს, მერე ისევ ამოიწევა და აი ის არის ხოლმე გაბმული წვიმა არ არის, მაგრამ აი პერიოდულად წამოწვიმს, გაჩერდება და ისე რომ აი კარგად თქვათ უნალექო და მზიანი ამინდი იყოს, აი ესეთი არ არის ხოლმე და ამ ხრივ შემაწუხებელია და საპროგნოზოთაც საკმაოდ ესეთი რთულია. რომ მოვიკითხე მე რამ გამოიწვია თქვათ ეს დომილება, იმიტომ რომ ერთი არას გიჩვენებს თქვათ აპლიკაცია, ანუ არას ხედავს და მეორე რა არის რეალობა. მოკლედ ამიხსნეს, რომ შეიძლება სადგური შეცდეს. ანუ კონკრეტული, რომელმაც შეიძლება ეს ინფორმაცია მიაწოდა, თქვათ ამ აპლიკაციას და ნუ არ მოხდა ის, რაც ახლა რეალურად არის. კი, შესაძლებელი არის, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი არის დაკვირვების სისტემები, ანუ რაც შეიძლება კარგად უნდა იყოს დაფარული, ანუ ბევრი სადგურები უნდა იყოს და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ხარისხი უნდა იყოს საკმაოდ კარგი, მე არ ვიცი ხარ რომელ კონკრეტულ სიტუაციას თორე განვიხილავდით იმას, თუმცა აი კიდევ ვიმეორებ, როდესაც აი ესეთი შემოჭრა არის კლასიკური ის 2 დღის და 3 დღის ამინდში, აი თავამად შემიძლია გითხრათ, რომ არ შევცდებით არც ქარში. მაგარია. ხო, მოკლედ რაღაცნაირად რომ დაუბრუნდეთ ისევ საღდგომო დღესასწაულებს და უკვე მეორე ნახევარს ფაქტობრივად თვის, ამ შემთხვევაში აქ რამეცვლილება გვაქვს თუ როგორი ამინდი შეიძლება იყოს, რას უნდა ველოდოთ? დიახ, ნუ ზოგადად აპრილის მეორე ნახევარი. როგორც თქვით, აპრილი მთლიანად გამოვიდა ნალექიანი, ანუ ნალექები ხშირად გვექნება, წვიმები ხშირად გვექნება და შესაბამისად აქეთ აღმოსავლეთ საქართველოშიც ქარიანი ამინდებით ჩვენ დაგვავიწყდა გვეთქვა მაღალმთიან რეგიონებში ჯერ ისევ თოვლჭყაპი იქნება საბედნიეროდ, იმიტომ რომ იქ თოვლის მარაგი არის, ნუ ძალიან ისეთი ნორმასთან შედარებით მეტი. და ამ თვალსაზრისით ჯერჯერობით ჩანს, რომ იქ თოვლჭყაპი იქნება და არა წვიმა, იმიტომ რომ წვიმა კატასტროფული იქნებოდა რეგიონებისთვის და ვიმედოვნებთ, რომ ეხლა ტემპერატურაც ცოტა მატულობს და იქ ზემოთ მაღალმთიან რეგიონებშიც ნელ-ნელა ალბათ დაძნება და დიდი მადლობა. ძალიან სასიამოვნოა მეტეოროლოგიაზე საუბარი თქვენთან ერთად, მაგრამ მე მგონი მაინც ხვდებით, რომ სამყარო და ბუნება ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი მეტეოროლოგია, ასე ვთქვათ, ის ყველაფერს ანაწილებს ისე როგორც ამას ფიზიკა ითხოვს და მისი მესამე კანონი. ხათუნა ქოქოსაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის კლიმატური პროგნოზების განყოფილების უფროსი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ჩვენ გადავავლეთ თვალი უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს და ნახეთ ზოგადად რა ტენდენციები იქნება მთელი თვის განმავლობაში. მადლობა დათმობილი დროისთვის.